მეგობრებო, იწყება ახალი ასტროლოგიური კვირა, რომელიც სავსეა სიურპრიზებით, ტრანსფორმაციითა და მოულოდნელი შანსებით. გარკვეული ზოდიაქოს ნიშნებისთვის ეს იქნება ბრწყინვალე წარმატების და მოტივაციის პერიოდი, ზოგისთვის კი შინაგანი შფოთვისგან გათავისუფლების დრო. მოემზადეს სიყვარულისთვის, ახალი შემოსავლებისთვის ან დიდი გადაწყვეტილებისთვის, ყველაფერი ზუსტად აქ, ამ პროგნოზშია. მერკური შედის ლომში, კომუნიკაცია გახდება გულწრფელი და თამამი, განსაკუთრებით სახალხო გამოსვლებისთვის ან გულწრფელი საუბრისთვის. მარსი ტრინში პლუტონთან, მოქმედების მძლავრი ენერგია. კარგი დროა მიზნების აქტიურად გასატარებლად. ვენერა კვადრატში ურანთან, მოულოდნელი ცვლილებების სიყვარულსა და ფინანსებში. ვერძი. დროა იმოქმედო თამამად, მერკურის ენერგია შენს შემოქმედებით ზონას ანათებს. კვირის ბოლოს მოსალოდნელია მოულოდნელი შეხვედრა. კურო. შინაგანი სტაბილურობა, შენი თემაა. ვენერას ენერგია შენს სიყვარულში უცნაურ სიურპრიზს მოიტანს. ტყუპები. ენერგია დაგიბრუნდა. მერკური გეხმარება გამოსვლებსა და პრეზენტაციებში. გაჩნდება შანსი ფინანსურ შეთანხმებაზე. კირჩხიბი. დამატებითი შემოსავლის წყარო გამოჩნდება. სიყვარულში იდუმალება და პასუხგაუცემელი კითხვები. ლომი. შენი დროა. მერკური გეხმარება საკუთარ თავზე ყურადღების მიპყრობაში. მოულოდნელი მოგზაურობა ან შემოთავაზება მოსალოდნელია. ქალწული. სიღრმისეულ თემებში ჩაღრმავება, ეს კვირა შინაგანი ტრანსფორმაციისთვის იდეალურია. ენდობი ინტუიციას. სასწორი. საზოგადოებრივ ასპარეზზე ბრწყინავ. ვენერას გავლენა მოულოდნელად გააქტიურებს ძველ მეგობრობას. ან რაღაც მეტს. მორიელი. მარსისა და პლუტონის მხარდაჭერა გაძლევს ძალას, გამოიყენე კარიერულ ზრდაში. უყურადღებოდ არ დატოვო პარტნიორის ემოციური სიგნალები. შვილდოსანი. საშუალება გეძლევა იფიქრო დიდ გეგმებზე. კვირის შუაში მოულოდნელი სიახლე მოგზაურობის ან სწავლასთან დაკავშირებით. თხის რქა. პრაქტიკული მიზნების დროა. სამუშაო სფეროში ლიდერობას იკავებ. ეცადე ზედმეტი კონტროლისგან თავი შეიკავო. მერწყული. შენი ურთიერთობები გადადის ახალ ეტაპზე. დროა გულწრფელი საუბრისა და გარკვევის. თევზები. ემოციური წონასწორება და ფოკუსირება, შენი ამოცანაა. ვენერა კარნახობს, რომ უნდა მიხვა გულს, თუნდაც გზა უცნაურად მოგეჩვენოს.